ჰოუ ქალბატონებო და ბატონებო მოდით ჩაუჯექით პაპას კალთაში რომ მოგიყვეთ ზღაპარი გვახლავს ერთ ბერიკაცზე რომელიც 40 თუ 50 წლის მანძილზე ფლობდა ყველაზე პოპულარულ სასმელს და საჭმელს ერთ პატარა ქვეყანაში. ბევრი ხელმწიფე შეიცვალა მის ხელში. თუმცა ბატონი ყველასთან აგვარებდა საქმეებს. ყველას ემეგობრებოდა, ყველასთან ჩაჭუკჭუკებული იყო, ყველას უგვარებდა რომ მე ვარო აქ მონოპოლისტიო, მე ვერავინ გადამივლისო და მე ვიქნები და ვარო. ესეთი გამტრაკებელი კაცი იყო. მოკლედ, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, 9 მთა და 9 ზღვა გადაიარა და შეხვდა ერთ გრძელთმიან ახალ მმართველს. ბერიკაცმა შეხედა ამ ახალგაზრდა მმართველს. მასზე სამჯერ უფრო უმცროსი იყო, გრძელთმიანი ბიჭი. და ბერიკაცმა იფიქრა, ამასო გადაუვლიო, გადავთელავო. ასე რომ მიაჭრა გრძელთმიან მმართველთან და უთხრა, მეო, ესე მაქო დალაგებული 40 წელიო და იცოდეო, შენ თუ არ დამეთანხმებიო, გადაგივლიო. გრძელთმიანმა მმართველმა უთხრა, შენო ეხა არ დაგენძრესო, ძიაკაცო, აქედან გატრიალდიო. ამაზე ბერიკაცი აღშფოთდა, აფეთქდა, მის გულს ესეთი რაღაც არ უგრძნია 40 წლის მანძილზე. მისთვის ესეთი რამე არავის გაუბედავს, რადგან ყველა ფეხქვეშ ეგებოდა. პირველად გაუბედეს ესეთი რამე. ის გაბრუნდა და გულში ჩაიდო რომ შენ მე ომს გიცხადებო. გრძელთმიანმა ბიჭმა უთხრა, ოკ, ძიაკაცო, გამომიცხადე ომიო. ვის რა უნდა მოსჭამო? ამაზე ხომ საერთოდ აფეთქდა ბერიკაცი. ბერიკაცმა შეაგროვა თავისი ამალა. 6 ტრანსი, 25 ლესბიანკა, 67 გეი. ყველა გაემართნენ როსტაველისკენ, ყველა წარმოდგნენ პარლამენტის წინ და იძახდნენ. ირაკლი კობახიძე გადადგესო. ყველაფერს ეცადნენ 1 წლის მანძილზე. მაგრამ 1 წლიანი ბრძოლის შემდეგ ბერიკაცმა გადაწყვიტა, რომ მოდიო მე პირადად შევხვდებიო ამ ხელმწიფეს, რადგან სისხლი აღარ დაიღვაროსო. მიუხედავად იმისა, რომ სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ბერიკაცმა, რომ მოდი მე პირადად შევხვდებიო და ყველაფერს პირადად ვეტყვიო, რასაც ვფიქრობო, რომ არც ჩვენიანები, არც იმათიანები არ გაიწირონო. შეხვდა. წარს დგა ბერიკაცი გრძელთმიანი ბიჭის წინაშე. დაიმაღლა მხრები, დაფიქრდა, წამოუვიდა მთელი წლის სიბრაზე, წამოუვიდა ყველა შეწირული ადამიანის სიბრაზე, ყველას სიძლიერე მოიკრიბა იმ ადამიანების, რომლებიც ციხეში სხედან, სინდისის პატიმრების, რომლებსაც თვითონ ეძახდა ეგრე, შეიკრიბა და გამოვიდა პოდიუმთან. ამ დროს სუნთქვა შევიკარით ყველამ. ყველა ვფიქრობთ, რომ ეხლა ბერიკაცი ისეთ სიტყვას წარმოსთქვამს, რომ ამ დარბაზში Game of Thrones-ის წითელი წითელი ქორწილი მონაგონი გახდება, ისეთი ამბავი დატრიალდება, რომ ერთ სიტყვას იტყვის ჩვენი მეთაური და ყველას დავხოცავთ ამ დარბაზში. აი ესეთი ამბავი დატრიალდება. ყველამ სუნთქვა შევიკავით. გამოდის ჩვენი მეთაური. ბუმ, ბუმ, ბუმ და იძახის სიტყვებს.
ბატონო ირაკლი, გამარჯობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, გაიხარეთ, ძალიან გაფასებთ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ყველაფრისთვის, რაც საკეთებთ ჩვენ ქვეყნისთვის. იცოდეთ რომ მე თქვენ დიდი პატივისმცემელი ვარ. ბატონო კახიკალაძე, როგორ მიყვარხართ. ყველას დიდბოდის გიხდით, ან ყველასთან ჯიგრულად მინდა ყოფნა. მე პატრა კაცი ვარ, მე არაფერში არ ვერევი, უბრალოდ წავალ მე ჩემთვის ჩემ ვილაზე ვიცხოვრებ და გთხოვთ, აღარ შემეხოთ, გთხოვთ მაპატიეთ ეს წელიწად ნახევარი რაღაც სისულელებს რომ ბაზრობდია. ესეთი სიტყვები წარმოსთქვა ადამიანმა. ყველამ ვიფიქრეთ რომ ეს ალბათ რამე კოდური სიტყვები იყო, რომლის შემდეგაც ადამიანი გადმოგვცემდა ნამდვილ მოწოდებას და შემდეგ გვეტყოდა რომ გვებრძოლა ბოლომდე. და ყველა ვიცდით. და ადამიანმა წარმოსთქვა სიტყვები. მესი და რონალდო ხო ყველამ ვიცით, მოკლედ მესი იძახდა, ბიჭო, მესი პასიო, ვახჩები, აი პატარა ბიჭედეს დარბის რა ბურთს ამატავებს. მაგისი მატაობა, მაგრამ მე ვასება, მესი და რონალდო ხო იცით, აი კაროჩა ეს ბურთს ბიჭო, დაარტყავს გონია აქეთ მიდის და თორმე იქით მიდის ბურთითო ვახჩები. რა კაცები არიან ესენი. დაგინახიათ ხო, მესი, რონალდო ხალხს უძახის, ხარი დაგვიჭირეთ. ძალა არ ყოფნის, მოგვეხმარეთ რომ შეუტიოთ. თემო, მაკდონალდსმა დამასპონსოროს, რატო არ მასპონსორებთ? ვიღაცა ტრანსებს და ლესბიანკებს რო ასპონსორებინებთ. კოკაკოლა არის ჩემი საყვარელი სასმელი და მაკდონალდსი ჩემი საყვარელი საჭმელი და ვიღაცა ტრანსებს და იმას რო იწოვ. ხო ხედავ რომ ჩაიჯვით, და იქნებ კაცურ კაცს დაასპონსორებინო. მე მიყვარს მაკდონალდს. აი ეს ღიპი მაკდონალდსმა გამიკეთა. მე რატო არ მიხდი ფულს? შეტრანსო მართლა.